და კვლავ უბრუნდებით თბილისში ხანძარს საბჭოს მოედანზე კერძოდ ყლიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო ბრიგადები და ანი გუმბერიძე პირდაპირ შემთხვევის ადგილიდან. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 30-მდე თანამშრომელი ამ დრომდე ცდილობს ხანძრის ლოკალიზებას. ცეცხლი საკმაოდ მასშტაბურია, ის 2000 კვადრატულ მეტრზეა მოდებული. მაშვენები აქრობენ ცეცხლის კერებს, თუმცა ჩნდება ახალი კერები. საცხოვრებელი სახლის მესამე სართული მთლიანად დამწვარია და არსებობს საშიშროება, რომ ცეცხლი სწორედ მეორე და პირველ სართულებსაც მოედოს. ვითარებას ართულებს ის მდგომარეობა, რომ ამ კორპუსის შიდა ტერიტორია არის ხის კონსტრუქციით აგებული. რაც შეეხება დაშავებულებს, ამ ეტაპზე ამ დროისთვის არ არიან დაშავებულები. ადგილობრივი მაცხოვრებლები დროულად მოხდა მათი კორპუსიდან გამოყვანა, თუმცა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა ერთ-ერთი მაშვენი. დაეცა თავში უცხო სხეული. მდგომარეობა როგორ? მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, გადაყავთ საავადმყოფოში. მოვედი და უკვე ხანძარი გიზგიზებდა. ერთგან ჩააქრობენ, მეორგან ამოახეთ კავსი. საშინელი მდგომარეობაა. თითქმის ყველა ფანჯრიდან გამოდის ისა ცეცხლი. ძალიან უცხოად მოხდა რა ყველაფერი. არ ვიცი, თან სახლიც ძველია რა, ხის მასალა მთლიანად შიგნით და ალბათ ძალიან სწრაფად იმიტომაც მოედო. ჩვენ მეორე სართული ვართ. მეორე სართულზე ჯერ არ არის ცეცხლი. მესამე არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. იქ მხარე სულ დაიწვა და სახურავი აქამდე წამოვიდა ცეცხლი. რა ვიცი, რა იქნება, არ ვიცი, თუ ჩააქრეს, ხო კარგი. ხანძარი ყლიაშვილის ქუჩაზე დაახლოებით 7-ის ნახევარზე გაჩნდა და როგორც უკვე აღნიშნეთ, ის იმდენად მასშტაბურია, რომ ის ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ.